დიდი ხნის წინ ცხოვრებაში მქონდა ასეთი რუბრიკა. თანამედროვე ქართულ ბესტსელერებს ყიდულობდი, კითხულობდი და მერე განვიხილავდი. ამ ბესტსელერებიდან ყველა დავიწყე და ბოლომდე არც ერთი არ დამისრულებია. ეს რუბრიკა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მართალია, რამდენიმე წელია წიგნი ნორმალურად არ წამიკითხავს, მით უმეტეს ბესტსელერი, მაგრამ მაშინდელი განცდები და მაშინდელი ტანჯვა დღემდე მომყვება. ყველა ბესტსელერი, რომელიც წავიკითხე, სრული ნაგავი იყო, მაგრამ მე მაინც მქონდა გულში ჩარჩენილი ცუდად, რომ იქნებ ჩემშია პრობლემა. იქნებ მარტივად საკითხავ წიგნებს, რო ვერ ვკითხულობ, წიგნის ავტორის ბრალი კი არაა, ჩემი ბრალია. იქნებ ლიტერატურული სნობი ვარ, ან უბრალოდ საქმედალეული ვარ და ჰეითერობით ვერთობი. ეს კითხვები რამდენი ხანია მაწუხებს, რამდენი ხანია ამაზე ვფიქრობ და რამდენი ხანია ვცდილობ, რომ დამნაშავე ვიპოვო. ან წიგნი და ავტორია დამნაშავე, იმიტომ რომ არაფრად არ ვარგა, ან მე ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ გართობა არ ვიცი წიგნის კითხვის დროს. ჩემი ტანჯვისთვის და ამდენი კითხვისთვის რომ წერტილი დამესვა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებების თავმოყრა საკმარისი არ იქნებოდა. აუცილებლად ობიექტურად უნდა განვიხილა ეს ნაწარმოები და აუცილებლად უნდა წამეკითხა ბესტსელერი თავიდან ბოლომდე, პირველი გვერდიდან 477 გვერდამდე და მე ეს გავაკეთე. ბესტსელერი, რომელიც თავიდან ბოლომდე წავიკითხე, არის ნათია ჯაბოდნიშვილის შეცდომა. სანამ ნაწარმოების განხილვაზე გადავალ, იქამდე მოდით. ნიცა პირველ კურსელია, თორნიკე მაგისტრანტი. ნიცას თორნიკე ძალიან მოსწონს. მათ ყავთ მეგობრები, რომლებსაც სახელები აქვთ, თუმცა დანიშნულება არა. ნიცა ცხოვრობს მამიდასთან, მამიდა პოლიციელია და ის ძალიან მკაცრია. ნიცა და თორნიკე ველქამის შემდეგ სწავლენ სასტუმროში, სადაც მოსახდენი მოხდება. ნიცა თორნიკესგან დაორსულდება. ამას მამიდა გაიგებს და ნიცას ეტყვის, მეზობლები რას იფიქრებენ, ნამდვილი ხარო? ნიცა ამას ვერ აიტანს და ეტყვის მამიდა. მე სახლიდან მივდივარო, მამიდა ეტყვის რომ კაი წადიო, ნიცა წამოვა სახლიდან, მაგრამ წასასვლელი არ აქვს. მიაკითხავს თორნიკეს და ნიცა თორნიკესთან გადავა საცხოვრებლად ბავშვის გაჩენამდე. ბავშვის გაჩენის შემდეგ რამეს მოიფიქრებს. მიუხედავად ამ მძაფრი სიტუაციისა, ნიცა მაინც დადის უნივერსიტეტში, წერს გამოცდებს, სადაც დამკვირვებლად ხვდება ბოტასა. შემდეგ ნიცა გაიცნობს ლექსოს. ლექსო ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ნიცას საეკიდება. მერე ლექსო თორნიკეს დაელაპარაკება. შემოძმაო შენთან სალაპარაკო მაქვს. თორნიკე ეტყვის რომ შემოძმაო მე შენ არ გიცნობო. ლექსო ეტყვის მერე რა გამოდი გვერდზე ვილაპარაკოთო. თორნიკე გავა გვერდზე ილაპარაკებენ, საქმეს გაურჩევს ლექსოს და ლექსო ამის შემდეგ გაქრება. ამასობაში მეგობრები თავისთვის არიან, რაღაცებს შვებიან. ძალიან ბევრი სცენაა მეგობრებთან, მაგრამ არც ერთი არა აღირებული და არც ერთს აქვს რაიმე დანიშნულება. შემდეგ მამიდა მიაკითხავს თორნიკეს სახლში, სადაც ნიცა ცხოვრობს და ეს ზუსტად იგივეს ეტყვის, რაც სახლიდან გამოგდებისას უთხრა, რომ ნიცა შენ ნამდვილი ბიჭი ხარო. მერე მამიდა წავა და სამუდამოდ გაქრება. შემდეგ ნიცა და თორნიკე ცხოვრობენ ერთად, ნიცა ობრაზდება თორნიკეს, თორნიკე ობრაზდება ნიცას, თორნიკე ვერ ხვდება უყვარს თუ არა ნიცა, ნიცა ვერ ხვდება თორნიკეს უყვარს თუ არა ის, ნიცა იცის რომ თორნიკე ძალიან უყვარს და თორნიკე იცის რომ ნიცას უყვარს, მაგრამ თორნიკემ არ იცის თვითონ რას გრძნობს და ეს ყველაფერი მიმდინარეობს დაახლოებით 300 გვერდის მანძილზე. მერე ნიცა სამშობიაროდ შეიყვანენ და ლამის მოკვდება, მაგრამ გადარჩება და ბოლოს თორნიკე და ნიცა ერთად ცხოვრობენ. შეეძინება შვილი, რომელსაც დაარქმევენ ლილიას და ნაწარმოების ბოლოს აღმოჩნდება, რომ ნიცა მეორე ბავშვზე ორსულად, თორნიკეს ძალიან გაუხარდება, ნიცას ძალიან გაუხარდება, ლილიას ძალიან გაუხარდება. თავარი გმირები კარგად არიან და ყველაფერი კარგად სრულდება. მთლიანი გვერდი ეძღვნება სცენას, რომელშიც თავარი გმირი ნიცა პირველად გასინჯავს შაურმას. შაურმის გასინჯვას რომ რამე ქვეტექსტი ქონდეს, ან რამე უფრო ღრმას ნიშნავდეს, დანიშნულება რო ქონდეს. მაგალითად, ნიცამ შაურმა გასინჯა, მაგრამ ვიღაცამ ნიცას შაურმაში საწამლავი ჩაუყარა და ნიცა მოკვდა. ამ შემთხვევაში შაურმის გასინჯვას აზრი აქვს, მაგრამ ამ სცენაში არაფერი არ ხდება, უბრალოდ ნიცა პირველად გასინჯავს შაურმას. ამას ხვანაირი მშია. დაიწუწუნა ნიცამ. რამდენიმე კაფეს რომ ჩაუარა გულგრილად. მეც არ ვიცი როგორი. ტკბილი გშია თუ მწარე, თორნიკე დადიანიც ჩაერთო ზოგად საკაცობრიო თემაში. გემრიელი. შაურმას კი შეჭამდა კაცი. ამ დროს დემეტრე მისია მოიოხრა, მაშინვე გადაჭრა ყველა პრობლემა. თორნიკემ წარბები აათამაშა, ქეთოს სახე გაუნათდა, ნიცამ კი მაშინვე ხელები აღმართა წინააღმდეგობის ნიშნად. გამორიცხულია, არც კი გამისინჯავს არასდროს. მოკლედ აქ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ნიცას შაურმა არ გაუსინჯოს და თორნიკეს უნდა, რომ ნიცას შაურმა გაასინჯოს. ბევრი იარეს და საშაურმეს ეძებდნენ და საბოლოოდ თორნიკემ იპოვა ეს საშაურმე. ვიპოვე!
პატარა ბავშვით გაუხარდა თორნიკეს სასურველ საშაურმეს რომ მიაგნო. პირველისთვის ესეც კარგია და თბილისში რომ ჩავალთ, მერე გლდანში წაგიყვან. დარწმუნებული არ ვარ რომ მინდა. დაიწუწუნა კიდევ ერთხელ ნიცამ. მაგრამ სამივე ერთდროულად რომ დაუბრიალა თვალები, ერთიღა მოიოხრა და უსიტყვოდ დაიკავა ადგილი კუთხის მაგიდასთან. გასინჯავს ნიცას შაურმას? მოიწონება? რო არ მოიწონოს? რამდენიმე წუთში შეკვეთა წინ რომ დაუდეს, ყველანი ნიცას მიაჩერდნენ. აქ არიან თორნიკე, დემეტრე და ქეთო. დემეტრე და ქეთო არ გვაინტერესებს, ვიღაც მეგობრები არიან, რომლებიც მაშინ ჩდებიან და მაშინ ქრებიან, როცა ავტორს მოეხასიათება. ძალიან მწარეა? ნიცამ წარბები შეიჭმუხნა, სანამ გასინჯავდა. ისე ღელავდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ანერვიულებდა. ძალიან დიდია, არ შეიძლება ყველაფერზე წუწუნი. ამოიოხრა დადიანმა და საკუთარი ხელით მიუტანა პირთან. აბა მიდი, შემდეგ კი ისეთი დაკვირვებით უყურებდა. ნიცაზე მეტად მას უნდოდა რომ მოსწონებოდა. ისე ელოდა რეაქციას. გოგონა მიხვდა როგორი უგემურიც უნდა ყოფილიყო, მაინც ვერ ეტყოდა. იმედს ვერ გაუცრუებდა. და თავადაც მისი მზერით მოტივირებულმა გადაუშვა პირველი ლუკმა ყელში. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი. რა სიტყვის ნიცა? მოეწონა შაურმა თუ არა? გემრიელია. რამდენიმე წამში თვალებანთებულმა რომ წამოიძახა, ყველა მისე ამოისუნთქა, თითქოს სამკვდრო სასიცოცხლო ამბავი გადაწყდა. მართლა მოეწონა ნიცას და ეს მხოლოდ მათ გასახარებლად არ უთქვამს. ზოგადად ყოველთვის პესიმისტური განწყობით სინჯავდა ახალ კერძს. ახლა კი იგრძნო, რამდენი რამ იყო დამოკიდებული მის რეაქციაზე და გულის სიღრმეში გაუხარდა კიდეც. სულ სხვანაირად დაწყებული დღე, ასე რომ გაგრძელდა. ჯერათ რომ ეს სცენა მართლა დაიწერა და მართლა არსებობს და მართლა გამოსცეს, გამომცემელმა ეს წიგნი წაიკითხა და თქვა: რედაქტორი არ ყავს ამ წიგნს? სარედაქციო ჯგუფი იყავს თან. და ამ ჯგუფმა ეს სცენა წაიკითხა. ოკეი, ეს ჩემი საყვარელი მომენტია. სანამ მოსახლელი მოხდება, იქამდე ნიცას ძალიან მოსწონს თორნიკე. ავტორს უნდა დაგვანახოს, რომ ნიცა თორნიკეთი არის ძალიან დაინტერესებული. იმაზე უფრო დაინტერესებულიც კი, ვიდრე უნდა იყოს. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მოსწონდა. მოსწონდა ყველაფერი. როგორი სიარულის მანერა ჰქონდა, როგორ იცვამდა, როგორ ესაუბრებოდა კაფეტერიაში გამყიდველს. ერთხელ საკუთარი თავი იმაშიც კი გამოიჭირა, როგორ მიშტერებოდა, როცა წყალს სვამდა. ამ მომენტისთვის ნიცა თორნიკეს არ იცნობს, ერთხელაც არ დალაპარაკებია, უბრალოდ ფიზიკურად მოსწონს. როგორც ავტორი ამბობს, თორნიკე ძალიან სიმპათიური, ხრებამდე სიგრძის ქერათმით, მწვანე თვალებით, მოვლილი წვერით, გემოვნებით ჩაცმული, ხელში ჩაფხუტით. ამ წიგნის პროტაგონისტი, მთავარი გმირი, რომლის ისტორიაც უნდა ვიკითხოთ თითქმის 500 გვერდის მანძილზე, რომელთანაც ამდენი დრო უნდა გავატაროთ, მერვე გვერდზე ნახეთ რას აკეთებს. თორნიკეს უყურებს თუ როგორ სვამს წყალს. ამ წიგნში საინტერესო კიდევ ისაა, რომ ძალიან ბევრი უაზრო სცენაა დაწერილი, ბევრი რაღაც ხდება ძალიან, მაგრამ საბოლოოდ ამ წიგნში რეალურად არაფერიც არ ხდება. ავტორს აღებული აქვს ერთი სცენა, შაბლონად და ეს სცენები მერე გადაკეთებული აქვს. ანუ შინაარსი ყველა სცენას ერთი აქვს, მაგრამ ფორმა აქვს განსხვავებული. რაც არის ძალიან თავხედური საქციელი. ავტორი ყველა გვერდზე კითხვას ნაცარს აყრის თვალებში. კიდე იმას დავაკვირდი, რომ ავტორს აქვს რაღაცა ესეთი ფრაზები დამახსოვრებული. და ძალიან უნდა რომ ეს ფრაზები ათქმევინოს თავის რომელიმე პერსონაჟს და სპეციალურად წერს სცენას იმისთვის, რომ იმ პერსონაჟს ეს ფრაზა ათქმევინოს. ასევე ამ წიგნში არის ერთი შესანიშნავი სცენა, რომელიც დაწერილია სწორედ იმ ფრაზის გამო, რომელიც ავტორმა მოიპარა. დიახაც, ავტორმა ეს ფრაზა მოიპარა სტეფანი მეიერისგან, ბინდიდან, კერძოდ კი მოპარა ედვარდ კალენს. ეს ყველაფერი ხდება 25 თავში, 358 გვერდზე. ნიცა რაღაცებს უყვება, თორნიკეს რაღაც სისულელებს ელაპარაკება და თორნიკე ამბობს ასეთ რაღაცას. არც ბოდიში მოიხადო. არასოდეს მოიხადო ბოდიში იმის გამო, რასაც გრძნობ. და აქ მიწერილი მაქვს კომენტარი. Twilight-ი იმიტომ რომ ახლად შესული ვიყავი თინეიჯერობაში, როცა ბინდს ვკითხულობდი და უამრავჯერ წამიკითხავს ედვარდ კალენის ფრაზები, მით უმეტეს ზეპირად ვიცი. არასოდეს მოიხადო ბოდიში იმის გამო, რასაც გრძნობ, ზუსტად ამ სიტყვებს ედვარდ კალენი ამბობს ბინდის საგის მესამე წიგნში, დაბნელებაში.
ვამპირების არმიასთან უწევს შებრძოლება ედვარდის ოჯახს, კალენებს. და ბელას მოსთხოვს, რომ არ იბრძოლო შენს ოჯახთან ერთად, ჩემთან იყავი, არ მინდა რომ დაგკარგო. და მე ეუბნება, რომ გთხოვ მაპატია ასეთ რაღაცას, რო გთხოვ და გთხოვ მაპატია, რომ ოჯახისგან მოგწყვიტեմ, რომ შენს დაკარგოს მე ვერ ავიტანო. ამას ეუბნება ბელა და ამის პასუხად ედვარდი ზუსტად ამ სიტყვებს ეუბნება. ბელა ჩემო საყვარელო, არასოდეს მოიხადო ბოდიში, იმის გამო, რასაც გრძნობო. და ზუსტად ეს ათქმევინა თორნიკეს ავტორმა. რატო ჩხუბობ არ ვიცი. ეს ყველაფერი ხდება 358 გვერდზე. 360 გვერდზე ვნახოთ რა ხდება. აქ ლაპარაკობენ თავიანთ საყვარელ პერსონაჟებზე. და თორნიკე ნიცას ეუბნება. არ მითხრა რომ შენი საყვარელი პერსონაჟი ედვარდ კალენი იყო. სერიოზულად დასცინა დადიანმა. პრეტენზია გააქვს? წამოიწია თვალებანთებული. ვამპირი, რომელიც მზის შუქზე ჭყვინავს და ვეგეტარიანელია. გაფრთხილებ, აღარ გააგრძელო, პასუხობს ნიცა. ნიცა სერიოზულად? კარგი რა. იცი როგორ უყვარდა ბელა? ავტორი იმით არ დაკმაყოფილდა, რომ სტეფანი მეიერს და ედვარდ კალენს პირიდან გამოგლიჯა სიტყვები. მოვიდა და თვითონაც თქვა, რაც გააკეთა. და ნიცაზე ასე ამბობს ავტორი, რომ ეს გოგო მაგნიტივით იზიდავს პრობლემებსო და ზუსტად ასეა აღწერილი ბელა სუონიც ბინდში. ეს ძალიან მიყვარს. როგორ უხსნის ნიცა თორნიკეს სიყვარულს? მიყვარხარ. მაგრამ ეს არ არის სწორი. არც კი გიცნობდი, ისე შემიყვარდი. მიყვარდა როგორ იხსნიდი ჩაფხუტს ბაიკის ეზოში გაჩერებისას. როგორ უკიდებდი კბილებში მოქცეული სიგარეტის ღერს. როგორ გეჭიმებოდა ყელი კაფეტერიაში წყლის პირდაპირ. როგორ გეჭიმებოდა ყელი კაფეტერიაში წყლის პირდაპირ ბოთლიდან დალევისას. ასე არ შეიძლება. სახეზე აიფარა ორივე ხელი და სლუკუნი ქვითინში გადაეზარდა. მხრებზე ძლიერი მკლავების მოხვევა რომ იგრძნო. აი, თურმე რას აკვირდებოდა ნიცა, თორნიკე წყალს რომ სვამდა, უბრალოდ წყლის დალევას კი არ აკვირდებოდა. მას უყვარდა თუ როგორ ეჭიმებოდა თორნიკეს ყელი კაფეტერიაში წყლის პირდაპირ ბოთლიდან დალევისას. მიყვარდა როგორ იხსნიდი ჩაფხუტს ბაიკის ეზოში გაჩერებისას. მაგარი ლავსტორია. იცი რა არის პრობლემა? ნიცა აგრძელებს. გრძნობ, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც ვერ ვიტყვი უარს შენზე. და ეს მომკლავს. არ ხარ უნაკლო, ისე საშინლად მაღიზიანი ზოგჯერ. სულ არ ხარ ისეთი გოგონები რომ მოცნებობენ. ახლოსაც კი არ ხარ იდეალური მამაკაცის სტანდარტებთან, მაგრამ ჩემთვის მაინც არა იდეალურად იდეალური ხარ. ვიცი, როგორც უნდა შეგეშალოს, როგორ ძალიანაც უნდა მატკინო. მაინც მეყვარები. ისე ამოისლუყნა ძლივს ღა ამოთხვა ბოლოს იყო. რატომ გამიკეთე ეს? რატომ გამიკეთე ესო? ნიცა ეუბნება თორნიკეს, როცა ნიცა არის ის გამოშტერებული, რომელიც აკვირდება როგორ ეჭიმება ყელი წყლის დალევის დროს თორნიკეს. შაურმის სცენის გარდა აქ არის კიდევ ერთი სცენა, რომელიც იმისთვისაა დაწერილი, რომ ეს წიგნი მკითხველისთვის ნაცნობი და ახლობელი იყოს და თან რეალისტური იყოს. და ასევე ძალიან უნდა რომ რეალისტურად წარმოაჩინოს სტუდენტების ცხოვრება. ნიცაც ხო სტუდენტია და თორნიკეც სტუდენტია. და ამ გამოგონილ სამყაროში, ნიცას და თორნიკეს სამყაროში, ნიცა მიდის გამოცდაზე მაღლივში. საგამოცდო აუდიტორიაშია უკვე და ისმის ხმა. დაიკავეთ ადგილები, თუ საიდნობა გინდათ, მალე შეგისრულებთ. სულის გამყინავად წამოიძახა ბოტასიანმა დამკვირვებელმა, რომელსაც მხოლოდ მაღლიველები კი არა, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც იცნობდნენ. ცხოვრების მიზნად ჰქონდა ქცეული ბავშვების გაძევება. ეს აქ კი არა, ალკატრასის ციხეში უნდა მუშაობდეს ზედამხედველად, ჩაიფხუკუნა გიომ. შემდეგ კი ოთახის მეორე ბოლოში გაემართა ლუკასთან ერთად. გიო და ლუკა არ ვიცი ვინ არიან. რომელსაც მხოლოდ მაღლიველები კი არა, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც იცნობდნენ. ცხოვრების მიზნად ჰქონდა ქცეული ბავშვების გაძევება. რამხელა შეურაცხყოფაა ჯერ ერთი. ავტორი ამას რომ წერდა, მარტო იმას ფიქრობდა ნეტა, რომ ძალიან მინდა რომ რეალისტური ვიყო? ეს რომ გამოგონილი პერსონაჟზე იყოს ლაპარაკი, კიდე ხო? მაგრამ პირდაპირ თქვა ადამიანმა თითი დაადო აი ამ დამკვირვებელს
ბავშვების გაძევება აქვს ცხოვრების მიზნად ქცეულიო. ანუ ეს ავტორი უბრალოდ თავხედი კი არა, კმაყოფილია თან იმით, რომ თავხედია და სულ ასე თავხედურად აქვს დაწერილი ეს წიგნი. ამ გამოცდაზე ხდება ისეთი უცნაური რაღაც, რომ აი გაოცებული ვიყავი. ნიცა გამოცდაზე გადის და არაფერი არ იცის. რაც ასევე ალოგიკურია, იმიტომ რომ დასაწყისში გარკვევითაა ნათქვამი, რომ ნიცა სტიპენდიანტია და კარგად სწავლობს. გამოცდაზე გასვლამდე საგამოცდო ოთახში ნიცას შემოუტანენ ვარდებს. ეს ვარდები თორნიკესგანაა გამოგზავნილი. სანამ ეს ვარდები მიუვიდოდა ნიცას, იქამდე ტელეფონზე მოუვიდა ასეთი შეტყობინება თორნიკესგან. ყველა კითხვას აქვს პასუხი. თავარია მათი გასაღების, კოდის პოვნა შეძლო. გამოიტანეთ კონსპექტები და მობილურები, დაიკავეთ ადგილები. კიდევ ერთხელ დასჭექა ბოტასიანმა. წავედი, აბა შენიცი წარმატებები, სწრაფად გადაულაპარაკა მეგობარმა და ნიცამ ძლივს მოახერხა შენცო რომ ეთქვა. გოგონა, თქვენამდე ვერ აღწევს ჩემი ხმა? როგორც იქნა ვიღაცა მიზრუნა ნიცაც გამოფხიზლებაზე. უკაცრავად ახლავე დავჯდები. მოიცადე. შეაჩერა ყვავილების დანახვისას. შემდეგ კი ისე, რომ ნებართოც არ უთხოვია, წამებში გაჩხრიკა ვარდები. სათითაოდ გადაქექა, ყუთს ქვემოდანაც კი შეხედა. თან ეს ყველაფერი ისე ოპერატიულად შეასრულა, ნიცა სერიოზულად დაფიქრდა გიორგის ნათქვამზე. სუფთა შეგიძლია დაიტოვო. დაასკვნა ჟანდარმმა. მერე ნიცა წითელ ვარდებსა და უამრავ საფიქრალთან ერთად სრულიად მარტო დატოვა. ნიცას გამოუგზავნეს ვარდები, საგამოცდო მაგიდაზე უდევს ეს ვარდები, დამკვირვებელმა შეამოწმა, ძირშიც კი შეხედა რამე ხوار წერიაო, დაუტოვა ეს ვარდები საგამოცდო მაგიდაზე და უკან დაბრუნდა და ნიცა გამოცდას როგორ წერს, წინ უდევს ვარდები და აქაც იმას წერს გამოცდას. იმედგადაწურულმა ნიცამ ჩამოაყრდნა ნიკაპი გადაჯვარედინებულ ხელებს და ბილეთის ნაცვლად ვარდების ყუთის თვალიერება დაიწყო. რატომ დაამზადებინა ასეთი უცნაური ყუთი? არა, რაღაცაშია საქმე. იფიქრე ნიცა, ნუ თუ ასეთი რთულია. და ნიცას გაახსენდა ის შეტყობინება, რომელიც თორნიკემ გაუგზავნა. ყველა კითხვას აქვს პასუხი, მთავარია მათი გასაღების, კოდის პოვნა შეძლო. კიდევ ერთხელ ამოუტვირტვირდა წეღანდელი შეტყობინება გონებაში და თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ თვალი ყუთის შტრიხ-კოდისკენ გაექცა. გველნაკბენივით შეკრთა. იცოდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის კოდი 486-ით რომ იწყებოდა. ცოტაღა დააკლდა და სიხარულისგან კუნტრულში არ დაეწყო. არანორმალურია ეს ბიჭი. როგორ მოახერხა? შტრიხის ქვემოთ ციფრები იყო არეულად ჩაწიკწიკებული. ზემოდან კი თითქმის შეუმჩნევლად ლათინური ასოები ეწერა. როგორ მოხდა ალკატრასელმა დამკვირვებელმა ეს რომ ვერ შენიშნა? არ თურმე რატომ გამოუგზავნა დადიანმა ყვავილები? არა და რა არ იფიქრა? ტუჩების კვნეტით გადაწერა პასუხები. მაქსიმალურად ნელა. არ უნდა და ზედმეტად დაეჭვებინა ვინმე, მით უმეტეს, რომ ბოტასიანი მის სექტორში იყო. უცნაური იქნებოდა 2 საათიანი ტესტის 10 წუთში დამთავრება. თუმცა ძალიან დიდხანს მაინც ვერ გაძლო და დროის ნახევარი რომ ამოიწურა, ისეთი ამაყისახით ჩააბარა ნაშრომი, რამის თვითონაც დაიჯერა, რომ იმ შეფასებას იმსახურებდა, რასაც მიიღებდა. თორნიკემ გამოუგზავნა გამოცდის პასუხები ნიცას. გამოცდის პასუხები დაშიფრული იყო შტრიხ-კოდში. თან თორნიკემ ისიც არ უთხრა, რომ ამას დაშიფრულ შტრიხ-კოდს გიგზავნიო, ეს არ უთქვამს თორნიკეს. უბრალოდ მიწერა რაღაც გაურკვეველი მისტიკური გამოცანა და ეს ამოცანა ამოხსნა ნიცამ გამოცდის დაწერის დროს. რას ნიშნავს ეს სცენა? როგორც ხედავთ, მთელი წიგნი ასეთი უაზრო სცენებითაა სავსე.